დები თუ დედაშვილი თუ დები მეც ასე დავიბენი სანამ გავიგებდი რაში იყო საქმე 18 წლის ვიყავი სალომე რო დაიბადა პატარა ვიყავი მეც საკმაოდ და ერთად გავიზარდეთ მე და სალომე ასე ვთქვათ ვიმსგავსე ჩემი შვილი ძალიან ერთნაირ ტანსაცმელს კერავდით ხო ერთნაირ კაბელს რომ ერთნაირად გამოსულიყავით ისინი მართლაც ტყუპებივით ჰგვანან ერთმანეთს და სასწავლებლადაც ერთ კოლეჯში დადიან ერთად მოვდივართ არ შორდები დედას თითქმის ერთად ვართ მთელი დღე საკლასო კართან ემშვიდობებიან ერთმანეთს და სასწავლო დღეც ასე იწყება დედა კერვის გაკვეთილზე შედის შვილი კი ავტომობილების შესაღებად დედა ჩემს ქონდა მზითებში საკერავი მანქანა და სულ კერავდა ხოლმე და მეც ძალიან მოუწონდა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხატვაც კერვაც და ესე აღმოჩნდი კერვაზე გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირებია რომ ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა სამოტივაციო გასაუბრება გავიარე და დავარწმუნე გამოცდილები იმაში რომ ვაპირებდი გაგრძელებას ამ საქმიანობით ერთ კოლეჯში სწავლას შეძენილი პროფესიის გარდა სხვა დადებითი მხარეებიც აღმოაჩნდა. ბევრი საერთო სანაცნობო სამეგობრო შევიძინეთ კოლეჯში. დღის განმავლობაში ვხვდებით ერთმანეთს, განვიხილავთ საღამოს, როგორი დღე გქონდა. როგორც აღმოჩნდა, შვილს განსხვავებული და იშვიათი პროფესია დედამ შეურჩია. სალომე შევიდა ღებვაზე, ღების პროფესიას იძენს. ავტოსატრანსპორტო საშუალების ღება. ვიქროდი რომ იყო ახალი სიტყვა გოგონებისთვის, იმიტომ რომ რაღაც არის სტერეოტიპები, რომ ქალის და კაცის პროფესია, რაც მე არ ვეთანხმები და მინდოდა რომ რაღაცა სიახლე ყოფილიყო. გოგო ხარ და არ უნდა ისწავლო მაგ პროფესია და ეგრე არაფერი და მოსწონთ რომ დავდივარ. ზოგი მეუბნება გეთს მოდი მანქანა შემიღევე და ეგეთი რაღაცა. ძალიან შრომის მოყვარია და ძალიან პასუხისმგებლიანია. ხატვა დედის მსგავსად სალომესაც ეხერხებოდა. რჩევა გაითვალისწინა და ახლა თავის უნარებს პროფესიაში იყენებს. რომ ხედავ რაღაცა, ცოტა უსწორმასწორად რო არის, არ შემიძლია უნდა შევასწარო ისე შეგიძლიათ. თვითონ ამ პროფესიასაც სიზუსტე და ის უნდა რა ქვია, რომ ანუ თუ რაღაცა აირია ოდნავ, მე თავიდან დაწყება მოგიწევს ყველაფრის. სალომეს გამოცდილება დამსაქმებლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა და სწავლის დასასრულს ერთ-ერთი ცნობილი კომპანიისაგან შემოთავაზებაც მიიღო. მგონია რომ ამ პროფესიას თუ მოყვები წარმატებული ვიქნები. მნიშვნელობა არ აქვს გოგო ხარ თუ ბიჭი, ანუ პროფესია სქესზე არაა დამოკიდებული. და არც არასდროს გვიანი არ არის სწავლა, როცა მოინდომებ და როცა შესაძლებლობა მოგეცემა ამისთვის, უნდა გამოიყენო აუცილებლად. მართლა დავიწყო სწავლა სიბერე არ აქვსო. მაგრამ სიბერემდე სწავლობს მართლა. სიბერემდე ჯერ კიდევ შორია. დებივით ერთმანეთს შეზრდილი დედაშვილი ისევ ერთად გეგმავს მომავალს. ისინი საქმით ამტკიცებენ, რომ დაბრკოლებები არ არსებობს. მთავარია რაღაც ძალიან გვინდოდეს. იმავე კოლეჯში კიდევ ერთი უცნაური ამბავი ხდება. ეს ის შემთხვევაა, როცა დედა და შვილი ერთ კურსზე სწავლობენ. რუსუდანი და მზია მომავალი კოლეგებიც არიან და აღამზრდელის პროფესიას ერთად ეუფლებიან. ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ეგ მომენტი. როდისმე ერთად აღმოჩნდებოდით სადმე საგანმანათლებლო სივრცეში. მაგრამ მწვანე სტუდენტს მეძახდნენ მე და ხა დედაც რო შემომიერთ და მაგნეთ აქტუალური თემაა იუმორის სახში. ვერ აღვექვავ ხანდახან რომ ჯგუფელია, იმიტომ რომ დედა ჯგუფელები ვართ. ლექციის შემდეგ ერთად იკრიბებიან. ამჯერად საკითხავია დედა შვილს ამეცადინებს თუ პირიქით, შვილი დედას. მე ყოველთვის მაინტერესებს რაღაც ახალი, რაც არ ვიცი ასე თუ ისე და მინდა რომ ის შევიცნო. მე ყვარს ბავშვთან ურთიერთობა და რადგან შანსი გაჩნდა და თანაც დევიზი რომ გზა ამ მწვერვალებსგან და ცოდნისკენ არასდროს შეწყვიტო, გამოვიყენ ეს შანსი. გავიდი გამოცდებს გასაუბრებელს და ჩვეულებრივ შევხვდი ამ ამბავს. ზოგადად მიყვარდა ხმამაღლა სწავლა, ხმამაღლა კითხვა და სწავლა მოყოლაც და ყოველთვის წინ მეჭირა ხელში და ყოველთვის ვიყავ პედაგოგი. ზოგადად ჩემი პიროვნების უკან მთლიანად ეკადგა იმ ჭიდაობების ფონზე. დედა მის გადაწყვეტილება რომ მიიღო, რომ აქ ესწავლა და თან ეს ჩემი ის იყო რა ქვია შეხიდება ასე ვთქვათ რომ კიდე არ მოდუნდე რუსკა. ყველას მინდა უთხრა ვინც კი ოდესმე დაფიქრდება რომ უნდა დავისვენო.
არასდროს არ უნდა დაისვენოს, სანამ ცოცხალი ხარ ადამიანმა. დედასაც ვკითხეთ, რას აფასებდა შვილში ყველაზე მეტად და წლების შემდეგ მისი აღიარებაც მოვისმინეთ. ყველათვისება თითქმის. იმიტომ ძალიან კეთილია, ერთგულია, თავდადებულია, საქმის მიმართ, ადამიანების მიმართ, მეგობრულია, რაც ყველაზე მთავარი. შეიძლება თავის თავი უკან დაწიოს, შეიძლება კი არა უფრო 99% და სხვა წინ დააბენოს. ესე რომ კი, ბევრი კარგი თვისება აქვს, აი, ოღონდ ეს ფრაზები როგორ ვიტოთ არა მომესიდა. როგორც ჩანს, წლების შემდეგ მადლიერების დროც დგება. მეგობრობაში გადაზრდილი დედაშვილობა კი შეიძლება უკვე ერთ პროფესიაში, ისევ ერთმანეთის მხარდამხარ გაგრძელდეს.